გამარჯობათ ქალბატონო თამარ მოგესალმებით. დღევანდელ გამოფენასთან დაკავშირებით რო გითხრათ. დღეს გქონდა შემაჯამებელი გამოფენა პატარების საიუბილეო გამოფენაც 1 წელია, რაც 4-დან 8 წლამდე ბავშვები სწავლობენ ჩვენ სტუდიაში და გვაქვს განსაკუთრებული სწავლების მეთოდები. განსაკუთრებული მეთოდი იმაში გამოიხატება, რომ ხშირად მოდიან ისეთი პატარა ასაკის ბავშვები, მაგალითად 4 წლისანები, რომლებსაც უნდა ხატო, მაგრამ ფიქრობენ, რომ არ შეუძლიათ. ეს განსა დიდებსაც აქვს თორმე. მაგრამ როდესაც მათ მივაწოდებ ისეთ ეტაპობრივ, ასაკობრივ ფორმებით ხატვის მეთოდებს, გეომეტრიული ფიგურებით თუ სხვა მეთოდებით, ისინი ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მათ შეუძლიათ და თანდათან ეუფლებიან. სანამ დაიწყებენ ფერში ხატვას, აუცილებლად ფანქარში უნდა დავახატინო და თანდათან ამით ხელს მიაჩვევენ, მიხვდებიან ჭრილები, ფერები სად უნდა დაადო და მე გადავდივართ ფერებით ხატვაზე. ძირითადად გუაში ვხატავენ. თუმცა თიხაზეც მუშაობ სტუდიაში და პლასტელისაც, რომელიც ხელის მოტორიკას და კოგნიტურ უნარების განვითარებას უწყობს ხელს. და მთავარი რაც მნიშვნელოვანი არის ამ ასაკის ბავშვებისთვის არის ის, რომ მათ უჩნდებათ განცდა უკვე მე შემიძლია, მე ეს გავაკეთე და ეს თვითდაჯერებულება ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ამ ასაკის ბავშვებისთვის. საბოლოოდ მიმართულება მაინც ფერწერისკენ მიდის, ხო? ფერებით ხატვა ყოველგვარ ძალიან ეს მნიშვნელოვანი არის ამ ასაკის ბავშვებისთვის და არა მარტო. აი ეს არტ თერაპიაც არის და უკვე ხელოვნებასაც ეუფლებიან. რაც იმპრესიონიზმის სტილს გავს რაღაცებით. აკადემიურისკენაც იხრება, მაგრამ რაღაც იმპრესიონიზმს გავს. იმიტომ რომ ვან გოგის სტილში არის აქ ზესტილები, თითქმის ყველა ზესტილები დახატა. აი ეს ამით ვან გოგის სტილში გამახატინე. აი ახლა მე რო ვაკვირდები, მინახავს ბევრი ბავშვების ნამუშევრები, ოღონდ აქ შედეგი უფრო კარგად ჩანს, მეტად ჩანს. ალბათ დაინტერესებს მაყურებელსაც და რო გითხრათ, სად მდებარეობს თქვენი სტუდია, როგორ დაგეკავშირდნენ სოციალურ ქსელში, როგორ ხართ? ჩვენი სტუდია არის დიდ-დიღომში, დავარის ქუჩაზე, სკოლა აიცის შენობაში და ფილიალი გვაქვს თემქაზე. ასაკი დიდ-დიღომში არის 4-დან 10 წლამდე და უკვე დასრულებიც და აბიტურიენტებიც არიან თემქაზე. ანუ სადღაც 6 თვეში შეიძლება ბავშვმა უკვე რაღაც დონემდე მივიდეს, რომ ხატოს. 6 თვეში თავისუფლად შესაძლებელია ჩვენ სტუდიაში ჩემი მეთოდით და აქ წონებადობა და ესე დახატოს, როგორც ზედახოს ნახარწევას არის. ეს გამოფენა ჩატარდა სმირნოვების მუზეუმში, კურატორი ქალბატონ მანანა მელაშვილი. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას, მუზეუმის დირექტორს, მუზეუმის ამ შესაძლებლობისთვის. მადლობთ. გამარჯობა დავით. მონაწილე ხარ, როგორც ვიცი, დღევანდელი გამოფენის და რამდენი ნამუშევარი გქონდა დღეს წარმოდგენილი და ზოგადად მოგეწონა თუ არა გამოფენა? გამარჯობა, მე ვარ დავით ნაურიანი. მე ვარ 10 წლის. და მე ძალიან მიყვარს ხატვა. მე ზოგჯერ არ მინდა ხატვას სიარული, რადგან ზოგჯერ უკვე აღარ მინდა სიარული. იმიტომ რომ ცოტა დახმარ ვარ სკოლის შემდეგ. მე დავდივარ არტ სტუდიაში. მე ანუ ჩემი სამი ნახატი. აბა მაჩვენე როგორ თევზები წამოდი კიდევ მანახე რომელი ნამუშევარი. ეგ როწეული. საინტერესო ნამუშევარი. კარგად გამოგვიდეს ხატვა და არ უნდა დაგეზაროს დრო უნდა გამოძებნო და აუცილებლად ხატვა.